დილომშვიდობისა საქართველოს დღეს 25 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. უამინდობა ქვეყანაში დიდ თოვლობას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 60 წლამდე მამაკაცი. შემთხვევას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. დიდ თოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თოვლის მაღალი საფარის გამო ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. თოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგოპრო ჯორჯიას და სოკარგაზის წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო ადგილზე ჩავიდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. მან პირადად მიიღო ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირებისგან უხვინალექის შედეგად შექმნილი სიტუაციის შესაბამისად. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად უთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. არის სოფლები, მაგალითად ჩოჩხატის ადმინისტრაციული ერთეული სრულად და მაღლის ადმინისტრაციული ერთეული სრულად, სადაც ელექტროენერგია უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღე აღარ მიეწოდება. შესაბამისად ამ სოფლებშიც არის გზის გაუვალი მდგომარეობა. მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებში მხოლოდ შესაძლებელია მხოლხა ტექნიკით მუშაობა, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა, მაგრამ ფიზიკურად მუშაობა ძალიან გართულებულია. მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მუშაობა ყველა სამსახურის ჩართულობით და ვეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას, დროულად იქნას აღმოფხვრილი. დიდ თოვლობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ პრობლემებზე აქტიურად მუშაობთ. თოვლის საფარი ძალიან მაღალია, რაც ართულებს ტექნიკის გადაადგილებას, აღდგენის სამუშაოებს და კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მე მინდა უთხრა ჩვენ მოსახლეობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი 2 დღის განმავლობაში ამინდის პროგნოზში ისევ გვაჩვენებს, რომ უხვინალექვია მოსალოდნელი, მინდა უთხრა, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად აღვადგინოთ მოძრაობა და ხელმისაწვდომობა ყველა იმ სერვისზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჭირდება. ინტენსიურად თოვს აჭარაშიც ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ბათუმში თამარის დასახლების ტერიტორიაზე დაზიანდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო თოვლის წმენდის პროცესს. ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები, ასევე ბათუმში ყველა ძირითადი ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ახლაც მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები. უხმა ნალექმა თოვლმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში, შესაბამისად მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციული ერთეულამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები, შეფერხებებია ელექტრომომარაგების კუთხით, თუმცა ჩვენ კოორდინირებულად მუშაობთ როგორც ცენტრალურ საავტომობილო დეპარტამენტთან ერთად, ასევე ყველა ენერგოკომპანიასთან ერთად. შეფერხება არის წყალმომარაგების ნაწილში 1000-იანი მაგისტრალური წყალსადენია დაზიანებული, რომლის ლოკალიზება და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აღმოფხვრილი იქნება როგორც დაზიანება, ასევე ეტაპობრივად აღდგება წყალმომარაგება სხვადასხვა აბონენტთან და უბანში. სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. ვანის მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკა მუშაობს გაწმენდით სამუშაოებში, ჩართულია ცოცხალი ძალაც. უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამტრედიაში, სადაც გზების გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს მერის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. მთელი ღამის პერიოდში იყო უხვინალექი თოვლის სახით. რა თქმა უნდა, გრძელდება სამუშაოები, დაახლოებით 16 ერთეული ტექნიკა ყავს გამოყვანილი. პრობლემები, რა თქმა უნდა, შეიქმნა ელექტროენერგიის
კუთხით, მაგრამ ენერგოპროს ბრიგადები ყველა დაზიანების ადგილზე ოპერატიულად მუშაობენ და მაქსიმალურ საკეთებენ, რომ შუქი მიეწოდებოდეს ჩვენს მოსახლეობას. საქალაქო სამსახურები პრაქტიკულად 20 საათიანი რეჟიმით მუშაობენ გზების გაწმენდაზე. განსაკუთრებით მაღალია თოვლის საფარი მთიან ზონაში ჩვენი მუნიციპალიტეტის. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ქალაქის მთავარი შემოსასვლელი ხიდი, გზაგამტარი ხიდი იწმინდება ცენტრალური ქუჩები. ადგილობრივებისთვის გადაადგილების პირობების მაქსიმალურად შემსუბუქება ხორციელდება. კაიროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით 2 რეზოლუცია მიიღო. თავდაპირველად ასამბლეის წევრებმა კენჭი უყრეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციის ამ პროექტს 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 იყო წინააღმდეგი, 65-მა კი თავი შეიკავა. უკრაინის ამ რეზოლუციის თანასპონსორი იყო ევროკავშირი. მას მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე პროექტის წინააღმდეგ მისცემმა რუსეთმა, ისრაელმა, უნგრეთმა და ბელარუსმა. კენჭის ყრაში საქართველოს არ მონაწილეობდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასევე კენჭი უყარა რეზოლუციას სახელწოდებით გზა მშვიდობისკენ, რომელიც ამერიკის ავტორობით იყო წარდგენილი. დოკუმენტს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 8 ქვეყანა და თავი შეიკავა 73-მა სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს შორის იყო რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სუდანი და სხვები. თავად უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველო. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კიევის რეზოლუციის მიღებაზე კომენტარები კეთდება ოპოზიციაში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოწოდებული იყოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. საქართველოს, რომელიც 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია მოწოდებული უნდა იყოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, მათ შორის უკრაინის, იმიტომ რომ ეს ანალოგიურად საჭიროა საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ინტერესებს. საქართველოს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უნდა ემთხვეოდეს სუვერენიტეტის იმ ფუძემდებელ პრინციპს, რომელიც გაეროს პრინციპებს და მათ შორის საერთაშორისო სამართალს შეესაბამება. არა მხოლოდ გაეროს ზოგადად, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით შეიჭრა უკრაინაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო დაგმობილი და დაგმოკიდევაც არა მხოლოდ გაერომ, არამედ ზოგადად ცივილიზებულმა სამყარომ. იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვანი ამბავია, პუტინის რეჟიმი და რუსეთი არის ოკუპანტი არა მხოლოდ ასე ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უკრაინაში და მისი მიზანი არის ამა თუ იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ან დაპყრობა, ან ოკუპაცია. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას აფასებენ უმრავლესობაშიც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და პრინციპული პოზიცია ყოველთვის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ამას. თქმა არ უნდა, იქ რუსეთს ქონდა დამატებული რამას გარკვეული წინაპირობები ქონდა მის შეჭრას, ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი მიდის. თავის პოზიცია აქვს ამერიკის ადმინისტრაციას, თავის პოზიცია აქვს ევროპას, მაგრამ მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ერთი, ასევე მეორე რეზოლუცია მტკიცე პოზიციას გამოხატავს. საქართველოს იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას შეუერთდა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკისა და თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც მუდამ ასე ვთქვათ მივყვებოდით, რომ საჭირო არის რაც შეიძლება სწრაფად ამ ომის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ომს ყველაზე უფრო დიდი ზიანი სწორედ უკრაინისთვის მოაქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58 სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებს. შეხვედრის დასასრულს კი საქართველოს ნომერ 1-მა დიპლომატმა გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია და კიდევ ერთხელ აღუთქვა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ორგანიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და გლობალური გამოწვევების
სამუშაოების დასაცლევად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ისლანდიელ კოლეგასაც შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის სასახლეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. დღეს კი საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი შესრულდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხორის. შედეგადაც განხორციელდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით. მე 10 საათზე დაგიბრუნდებით.